მართალია დიდხანს ველოდეთ სოსოს, მაგრამ წისელთავა. ზემოდან მზად ვართ, ჩასაცმელებს მანქანაში ჩავიცვამთ. იმხელა მანქანა კი არის რაღა მანქანა და რაღაც ჩემი ერთოთახიანი დაბლა რომა. თქოს ამერიკაში ხარ, ხო? აბა, მამაზია ძალიან. მე ხო ვიყავი. აბა საწავი საბედნიერო დაგვეფთხვა სასწაულიმზე. ანუ ეს ხედი ნახეთ ხალხო, ნახე რა ლამაზი ხედია. გაიცანით ჩემი დეიდაშვილის სოს. მიესალმე ჩემს აუდიტორიას. ჰაი. წრება. ადიქნე და ბეჭი. ეს არ არის რაღაცა წყობა. ხო, ანუ ხო ეს არის. მოვედით. წავიდეთ და მოვძებნოთ რომელ დარბაზში არიან. ალო. მოდი, რამდენიმე კადრი გადავიღოთ ემიგრანტი, სადაც პირველად ვარ და ვიზუალი ძალიან მომწონს. საკმაოდ დიდია, უბრალოდ პატარა ნაწილს გადავიღებ, იმიტომ რომ ქარია ცივა და მოკლედ. ნახოთ. ეს კაც უნდა მომწონს, ძალიან აგერ ყავთ დაკოსებული. ნახეთ რა ლამაზია. ესეთი სადა მისვია, სამწუხაროდ ფიჩხელზე გავიფუჭე და ვიგლიჯე, მაგრამ ნუ არა უშავს. ძალიან ბევრი ადამიანის გადაკოცნა მიწევს, ამიტომ მოვიდია მაკიაჟი. აქ უკვე ჩემი რძალი დავაყენეთ, იმიტომ რომ არ გაინძრე. რომ კადრები გადამეღო ჩემი ვიზუალის. ჭადი 10-დან 8. ბადრიჟნის სალათი, აი არ ვიცი, უგემრიელესი 10-დან 10-ზე მეტიც. ოჯახური 10-დან 10, ხაჭაპური 10-დან 3-ზე მეც ნამდვილად ვერ დავწერდი. აკი ჩემი ნათი ცდილობს გახადო ზედა, რომ ემზადებია ცეკვისთვის, თუმცა არ გაიხადა და ეკადრი არ ამოვჭერდი, იმიტომ რომ მაგ კადრზე გიჟდები, ისე მიყვარს. ჩემი სასწაული სიწე გიჟდები, ისე მიყვარს. ცეზარი 10-დან 100. ღვინო საკმაოდ კარგი იყო, ერთი ყლუპი მოვსვი, ეშვენი წითელთავა, ჩემი სიყვარული ბიჭები, ჩემი დეიდაშვილები. ატენი რუხის ციხესთან სალამოვა. დუდუკი მსროსი ბიჭი დაჩი, ყავა მომენტია. ბებოს გარეშე როგორ ჩაივლიდა და უკვე გათენდა და მე ჩემი ტანწერწეტა. მეტი ტანწერწეტა გამოგეცხადებით ჩემი სიყვარული. ესე იგი გადავირია ისე მომეწონა ჩემი მოიცათ გავასწორო რაკურსით დეიდაშვილის გოგოს ბეჭედი. აუ ეხა იმაშება რა ქვია ბზინავს და არ ჩანს და არის ულამაზესი ხალხო. გული მწყდება ხა რო არ ჩანს. აი ულამაზესი ისე ბზინავს, გადარეული ვარ და სამსახურშია და დავურეკე მოწიწებით და არ მჩუქნის. მოიტყვი და ნაჩუქარი ყოფილა და როგორ მომწონს. ვეძებ ასეთ ბეჭედს, ანუ აი ესეთ შემაღლებულ ბეჭედს ვეძებ. თუსადმე ნახეთ ესეთი ნაკეთობა, როგორც ეს არის, ესეთი მინდა. მომწერთ. სადმე თუ ნახავთ. თქვენ უნდა გაჩვენოთ ახლა ჩემი ნათის გოგო. როგორი ლამაზია. ნახეთ უბრალოდ რა ლამაზია. გიჟდები ხალხო. ეს არ ვიცი ვისი ნახატია. ძალიან საყვარელი, ძალიან. შევხვდებით თბილისში. გოგოებო, აი ეს ტუცაცხია, რომელიც მესვა გუშინ, ეს არის საბერძნეთიდან გამოგზავნილი, ჩემი არ არის და არც მჩუქნიან.
აი ეს არის თუ გინდათ ტუჩი გქონდეთ ძალიან ლამაზად, ვინც ამ ფერს იყენებთ, მოიცათ. ანუ ერთი წუთით უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზია. ხახო მე ეს რო რჩება აი ასე და ესე იგი გორში წავისვი ხო ხატი, გორში რო წავისვი გოგოებო ეს სასწაული სახლში მივედი ღამის პირველი წუთებზე მესვა და ფაქტობრივად ჩათვალე რომ არ მომშორებოდა დივანზე მესვებოდა. მინდა ჩემებს უნდა შევეხმი ან იქნებ მიპოვონ. აბა ნომერი სადაც წერია ხათი, სად ნახე ნომერი. არა. ნომერი არ აწერია. სავარაუდოდ სხვადასხვა ნომრები იქნება, მაგრამ რაღაცა ობიოს ფერს გავს, თუ რა ფერია. ხო. და ისე წავისი, რომ ოდნავ მოცლობა შემწყობოდა და მე მგონი კარგად მისვია. და ნახეთ როგორი მაგარი ამინდია. ავედით თბილისისაკენ. აქ უკვე ქალაქში ვართ, ახალციხეში და ვცდილობთ გავიდეთ ქალაქიდან. აი ამ ტერიტორიაზე ვცხოვრობდი მე პარის უკანა კორპუსში. მოშივდა ბატონს. სხვისთვის ამოღებული ხაჭაპური გადაიფინა. მიყვარს ახალციხე ძალიან, ეს უკვე არის გასასვლელი და გავედით და იყო სასწაული ამინდი. და მე ძალიან მელამაზებდი. რა ლამაზი ხარ? შერანაირი ხარ. გორში შემოვიარეთ, ვაიმე ეკრანი. გორში შემოვიარე, რაღაცები ავიღეთ და წავიდეთ თბილისში. გორში ისეთი ამინდია ხალხო, ისეთი ამინდია ხო ხედავთ, ჩამოგიტანეთ ახალციხეშიც, გორშიც, სითბოს, სიყვარული, ყველაფერი კარგი. იმით მივდიოდი, რა ქვია, ტაქსით და აღმოჩნდა, რომ მანქანით მივყავარ ჩემს დეიდაშვილს. ჯერ ნახეთ რა სიმპათიურია. აი, გამოჩი. ეს ამხელა მაღაზია ქონია, ცოსო ბოტასები და რაღაცები. რა, რესტორანი მზიური. კაი დიდი რესტორანი ყოფილა. მივესალმები გორის მაცხოვრებლებს და საერთოდ გორში ვინც მიყურებთ, ყველას მოგესალმებით. ჩავალ ჩამოვა და მე ნახვაო რა. მაგრამ ამიტომ ამდენი მქონდა, ცოტა მქონდა უფრო. მაგდები? ჩამოვედი თბილისში, დედა მოხალა. და დავიწყეთ საუბრები. დავუბრუნდით სამუშაოს დილა მშვიდობის. მოკლედ რა მისვია ტუჩზე ხო არ იცით? ვაიმე, ჩემ გუში ვკიოდი, ხალხი უბრალოდ ხაოდი. ხო ვეხვეწე ჩემ ბრძოლს არაფრით არ მაჩუქა და მოკლედ მთელი დღე ის გქონდა რა ქვია, ხვეწდა მუდარა მის ქმარს და მე რომ ვენაირად ტუჩზე ჭხედი, არა. ხო და გუში ჩამოვედი თბილისში. ჩემ ასოსომ ჩამომიყვანა თბილისში საქმე ქონდა და გორში შევიარე, წყალი გადაივლო, რაღაცა ტრყავა დავლია, წამოვედი. ხო და მოვედი სახლში და ამოვალაგე რაღაცები. სამწუხაროდ ჩემი ორიგინალი დამტენი დავკარგე. დიდი ალბათობით თბილისიდან რომ მივდიოდი მინივენით, მაგალითად მან დამომივარდა დამტენი. იმიტომ რომ არც სახლშია, არც გორშია, არც ახალციხეში და საერთოდ სად არ არის. ამასობაში ზედაც იქ დამრჩა ახალციხეში და მოკლედ რა. და ვარ როგორიც, რაღაც გაცოფებული ვარ. რომ ხა დამტენში კიდე 100 ლარი, აი უაზროთ რო უნდა გაიქნიო და საერთოდ ტყუილი ხარჯი რო გაქვს რა. ხო და მოვედი ხა და რესტორანში რა ჩანთაც მქონდა, უნდა შემენახა და მეთქი სუნა მომიდევს თქო გამახსენდა მაშინ რა ქვია და ამოვიღო მეთქი და მოდი შუა დაგვარტყას. გავხსენი და რას ვხედავ ხალხო? შემისაოცარი ტუჩსაცხი. მე ვერ წარმოვიდგენდი ამდაგვარი ფერი რაღაცები მეც მეყარა ხოლმე, მაგრამ ანუ მე თუ მოვიხდენდი ასეთ ფერს ისე რომ ასე გავგიჟდებოდი და გადავირეოდი არ მეგონა ხო და თან ახეთ როგორ შრება და აი მე თქვენ მე საღამოს გაჩვენებთ მე აქ ხელ უნდა მივიშვათ და რაღაც როგორ მექნება არ ვიცი, მაგრამ
მიდიაში იქაც მივირთვი რესტორანში, ხო? ნუ ძალიან გამძლეა და შიგადაში გაჩვენებთ ხოლმე რა მაგრად იქნება ისევ ტურში, აი ისევე როგორც მისვია. წავიდეთ ვიმუშაოთ. ხო და ასე ჩაუდიე ჩუმად ჩანთაში და მე მთელი გზა ვყეფავდი, რომ დედა რა გაიდებს საცხი, ხო და დედა რა გაიდებს საცხი. აი ესე შევიშალე. ცნაური ადამიანი. ძალიან მიხარია რომ პარასკევია. უზომოდ უკიდეგანოდ. ჰაი. წავედი. რესტორნის ემოციებს აუცილებლად მოგ აქ თითქმის საღამოა და გაჩვენებთ რომ ტურსაცხი ადგილზეა. ქალბატონი მარიკო მირთმევს მარწყს სატესტოდ რამდენიმე მოუტანე და გადაირია ძალიან გემრიელიაო. ეს წელია წაიწყო ნამდვილად არ მიყიდია და მგონი ჯერ ადრეც არის, მაგრამ ნუ იმდენი ხანია მეხოწება რომ მოდი მეთქი რამდენიმე ვუყიდოთ და არ ვიცი გადაირია ისე მოეწონა. ეს ლამაზი ვაშლივით მარწყები იყო, ძალიან პატეწონები არისო. როგორია მარწყვიდე? ხელით მაჩვენე როგორია მარწყვიდე? თავისი მარწყვით. შუადღემშთობის მეგობრებო, რადგან დილა ფაქტობრივად აღარ არის, ყველა მისე გვიან გავიღვიძეთ, მე და ბავშვმა უფრო სწორად. გვიან გავიღვიძეთ, რადგან დღეს არის შაბათი. რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურ ნეტარებაში უნდა ყოფილიყო შაბათი დღე და ასეც იყო. მოკლედ გუშინ ვერ გეჭორავეთ ახალციხის ამბებზე. რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება კერძების განხილვა, გარემოს განხილვა და ყველაფერი. გარემოზე აქ ვიტყვი, მაგრამ შეეხება კერძებს იქ ვიდეოებში ჩაგესვამთ და ყველაფერს მოკლედ რაც საჭიროა. ძალიან გავირთე ჩემს უახლოეს ადამიანებთან ერთად, მთავარი ხო ეგ არის. რა შესმნიშნავენ ადამიანებთან ერთად იყო და თუნდაც არ იყოს კარგი მუსიკა, თუნდაც არ იყოს კარგი გარემო, თუნდაც არ იყოს კარგი საკვები, მაინც მაგრად ერთობი. ჩემ შემთხვევაში ეგრე არ იყო, ანუ ბევრი რამ იყო კარგი, მაგრამ ნუ ზოგადად რო ვთქვათ რა, ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგად გავერთეთ. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, ვინც დიდი ხანი არ მინახავს. რადგან მე თბილისში ვცხოვრობ და ასე ხშირი შეკრებები სამწუხაროდ რა თქმა უნდა აღარ არის, აღარ ხდება ხოლმე. ხო და რა თქმა უნდა ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებდი და წავიდოდი მით უფრო რომ ახლა ნათის ბედნიერ დღეს ხო საერთოდ რა გამაჩერებდა აქ და დას ქვია არ წავიდოდი. იმედეთ რანაირად. ხო და მოკლედ რო გითხრათ ბევრი ვიცეკვე, არ მიცეკვე ახლა იმდენი რომ არის იქა და ფეხები ავიტკიე, მაგრამ ბევრი ვილაპარაკე, ნაცნობი სახეები ესენი ისინი რაღაცეები. არ გითხარით შეიძლება წინა დღესაც რაღაცებს კი გეუნებოდით ამ თემაზე, მაგრამ არ მახსოვს და ახლაც გეტყვით. ასევე ბევრი დოდონას მაყურებელი გავიცანი და ხალხო უღრმესი მადლობა ვინც მიყურებთ. ხო და ესე ვიყავი ნეტარებაში. ძალიან კაი იყო, ძალიან. ალბათ დოდონას ყველა ისე ელოდებოდა ახლა. ამ დროს სხვა ადამიანი ვარ. რეალურად ხმით ჟესტიკულაციით ყველაფრით. ხო და ესეთი ამბები გოგოებო, გზა გითხარით წამიყვანეს, მომიყვანეს და ფრიად ბედნიერი გახლდით. ერთ-ერთი რასაც მე დარდება ის 100-ლარიანი დამტენი რო დავკარგე. 99%-ით ტაქსში ამომვარდა. ზედაც ახალციხეში დამჩა და მოკლედ თავი ნეტა სადმე როგორ არ დამჩა მით უფრო მიყავხარ მოყავხარ რანაირად გრჩება ადამიანი ყველაფერი შესაძლოა ხარ წასასვლელი ჩემთვას ვლაცხავდი.
ხო და გუშინ კი არა და და ის თმა ხო ვერ დავიყენე, გინელა კი დაისხი და გინასაც შეაფრინდი. ხო, ეს მოდელი უნდა გავეკეთებინა ყურსი ახლა რასაც გაჩვენებთ, თუმცა არ გავიკეთებია და სულ სხვა მოდელი ავარჩი ამისათვის, მაგრამ თქვენ გაჩვენებთ რომელ მოდელზეა საუბარი. აი ამ მოდელზეა საუბარი და ეს მინდოდა გამეკეთებინა და ღამე თავი მოვიკალე ამის გაკეთებით, რომ არ იქა მომესწრო, თუმცა ეს აღარ გავიკეთე. მაგრამ სადმე როცა წავალ და მოვუხდენ რამეს აუცილებლად აუთვალში ჩამივა ხოლმე გოგოებო მერე რაღაცა ახლოს არ უნდა მივსლოდი გუკას. ქარიანი ამით ნამდვილად იყო, მაგრამ ახლა შენობაში რო ხარ გინდა ქარი იყოს, გინდა წვიმა გეხოცები. რას დავეძებდი? თავარია იქ ვიყავი, მე ნაცისთან დავრჩი ღამე, ცოტა ჭორაობის დროც გქონდა, როცა ყველა წავიდა, წამოვიდა და რაღაც დაიძინეს, ასე ვთქვათ, ჭორაობის დროც, ნუ გამოიძებნა, ასე ვთქვათ. ხო და ძალიან ბევრი სადილები დარჩა და სანამ ის დავახარისხეთ რაღაც. ბევრი ვიჭუკჭუკეთ. ბევრი რა უკეთესებიც გვინდოდა, მაგრამ ვერ მოესწრო. ხო და ვაი ამ თოჩინას რატომ მოძრობ ხე? ის ჩამოკიდებული რომ. ხო და კარგი იყო, იმიტომ რომ როცა ამდენ ადამიანს ნახულობ, ვინც გენატრება ასევე ახალ ადამიანებს აღმოაჩენ, ვინც თურმე გიყურებს, ანუ ყველაფერი ძალიან ისეთია, რაღაცა სენსიტიური, რავი, ჩემთვის ეგრეა. კარგი იყო. სადილები იყო ძალიან კარგი. აი მე იმდენი სახეობის კერძი იყო, ზოგი შევა ვერც გავიხსენო. რასაც ვიდეოში ნახავთ, ეგენი მივირთვი და კიდე რაღაცები, რომელიც არ გადამიღია და ვერ მოვასწარიან რამე. უნდა აღნიშნოთ ცეზარის სალათი. მე ზოგადად ცეზარის სალატს, სადაც მივირთმევ ხოლმე, აი უმეტეს შემთხვევაში, სადაც მიმირთმევია უბრალოდ ცეზარის სალათი, გოგოებო, აი როგორი ყოფილა, იცით, რაღაცა ნახევრად მშრალი, რაღაცა ხორცის ნაკლებობით, მაიონეზის და კაი ხო ხვდებით რა და არ მომწონს ხოლმე და აქ რაც იყო ძალიან მომეწონა და კი ვთქვი რომ აი 10-დან 100-ია თქო იმდენად კარგი იყო. მწვადი იყო ძალიან კარგი, პრინციპში ეს განხილვაშიც იქნება ეს ტექსტები მშრალი კი არა და მწვადი იყო ძალიან კარგი. ქაბაბზე ჭუიდან არ გადავსულ, მაგრამ ნორმალური იყო. ქონდათ გოგოებო, საქონლის არ ყოფილა თურმე, ხბო იყო, თუ რა არ ვიცი ზუსტად რა საქონელი არ იყო. ქონდათ ჩადებული ტომატის соуსში. ვაიმე, ხალხო, ვაიმე. თუ ეგ საქონელი იყო და ის ხბო სხვა რაღაცაში არ მახსოვს. აი დავმუნჯდი ისეთი გემრიელი იყო. მე კერძი არც გამისინჯავს სიმართლე გითხრათ, აი ეს სადმე რესტორანში რა. კარგი იყო. კერძებში ყოჩაღ და ნუ ჩემ შემთხვევაში უმაღლად ცხარე საკვებს მივირთმევ და თითქმის ყველაფერი ცხარე იყო, მაგრამ ადამიანები ვინც არ მიირთმევს ცხარეებს, მათთვის ცოტა შემაწუხებელი იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის იდეალური იყო და თითქმის ყველაფერი ცხარე იყო და ძალიან გამიხარდა. ბადრიჯნის სალათი ქონდათ კიდე რაღაცა სასწაული, ბევრ ბულგარში და რაღაცებში გამიკვირდა, ისეთი გემრიელი იყო. მიკვირდა ის კი რომ რაღაც იყო გემრიელი, ამდენი რამე რომ გემრიელი იყო ახლა რესტორანში.
ამდენი რამე რომ გებრიელია ცოტა მიკურს ხოლმე, იმიტომ რომ ეს რაღაცა ძირთად რაღაცები არა აუთ, ანუ გემურია ხოლმე და ხაჭაპური იყო ძალიან ისეთი დაბალი ხარისხის, ესე რომ ვთქვა, არ ეკადრებიხა რესტორანს. გამიგვირდა ხაჭაპური არ მომეწონა. ძალიან წყალწყალა იყო შიგნიდან ყველი, საერთოდ მარილი არ იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხე გითხარით რომ ხო მივერთ მლაშეს ხაჭაპურში შესაძლოა ნაკლებ მარილიანიც იდეალური იყოს ჩემთვის ხაჭაპურში, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ არ იგრძნობოდა. მარილი იყო რაღაცა თხელი ყველი ზედმეტად და ხაჭაპურის ვერ ვიტყვი, არ მომეწონა ძალიან ხაჭაპური და გამიკვირდა ხაჭაპური რომ ასე ძალიან არ მომეწონა. მაიკო გაიგუდა და არაფერთ აქ არ მოდის დაჭირებული ხურება. მოკლედ, ხო, მუსიკას რაც შეეხება, ფიქრობ ცოტა თანამედროვეობა არ გვაწყენს, რომ შევიტანოთ, ასე ვთქვათ, რესტორანში. იმ ხრივ, რომ ადამიანები მარტო კვებისათვის არ არიან ხო იქ შესულები. გასაგებია რომ რაღაცა ისეთი სიმღერაც უნდა იყოს, ასეთიც უნდა იყოს და გასაგებია, მაგრამ რა თქმა უნდა იყო კიდეც ხარ რაღაცა სიმღერები, რასაც ვიცეკოთ, მაგრამ მთლიანობაში რო გითხრათ, ვფიქრობ ცოტა დასახვეწი აქვთ ეგ ამბავი. და ალბათ ნელ-ნელა მაგ კუთხითაც განვითარდებიან, იმიტომ რომ როცა ამდენი რამ გიწყობს ხელს ვიზუალი, იქ რაღაცა კერძები გაქვს კარგი, ის გაქვს, ეს გაქვს, ის ხარიც კარგი უნდა იყოს. სისუფთავე საპირფარეშოებში მაშინ ძალიან კარგი იყო. კარგად გავერთე. მარიკონა, მოდი და ჩემთან სიყვარული. მოდი ჩემო ლამაზო. რა სიყვარული. შენი ადიალა წამოიღო შეგფუთოს დედიკო, მოდი და ჩაგეხუტო. კარგი არ გინდა, მოდი ჩემთან მოდი. ეს გახლავთ მეორე დღე, მივდივართ კაფეში, გველოდებოდა დედა. და სანამ დედას ველოდებოდი, შემოვირბინე ფეხსაცმელების მაღაზიაში, რაღაცებზე ვერ გავგიჟდი, მაგრამ შეიძლება დაარჩევა რაღაცების, თუმცა ამისაკენ მომართული, ასე ვთქვათ, არ ვიყავი. შესაბამისად, უბრალოდ დროის გასაყვანად შევბრძანდით მე და მარიამი, დედას ველოდებოდა გარეთ. ხო და ეს მოდელი მომეწონა სხვათა შორის. და ვნახოთ სად არის ზაკო. ჰელო ზაკო. ჩემი გოგო. რატომ არ უნდა ვიყიდოთ გამოწერით 60 ხალხო? ანუ შევიძინე ზედა, რომელიც იდეაში კაი დიდი კილოგრამებით მე ბედნიერი ჩავიცვამდი და შესაძლოა დიდიც მქონოდა, მომიტანეს და ჩატევით ჩამეტი, ანუ ამ ნაწილში ვერ ვამტყუნებ ამ ადამიანებს, ჩამეტია, თავისთავად ჩამეტია. ჩატევის მერე რა მოხდა, სარკეში რო ჩავიხედე და სანამ ჩავიხედავდი, უკვე გასაგები იყო, რომ მე უბრალოდ ამით ოთახიდან ოთახშიც კი ვერ გავიდოდი, იმდენად არავიზუალურად გამოვიყურებოდი. მივათხლიშე შენი 55 ლარი და დასრულდა. დავწე და არ ვიცი სადგდი აღარ მახსოვს და მოვძებნო. მერე შემდეგი შეცდომა კიდევ რაც დაუშვიდა, რას ქვია, მე ვთხარი ახლა უფრო დიდ ზომას შევუკვე და მითხრეს, რომ ესო ძალიან დიდი ზომაო და მე ვთხარი, რომ იცით ნახეთ მეთქი. მე მირჩევნია, რომ მქონდეს ძალიან დიდი, ვიდრე ვერასოდეს ჩავიცვა. და გამომიგზავნეს ესე და რომელიც ცოტა უკეთესად მქონდა. ესეც გადავკეცეთ დავდით. და ყველაზე ცუდი რაც არის ხალხო, როდესაც არეკლამებენ ამ ყველაფერს აცვიათ
აი რა გითხრათ, რა ვიცი, 65, 50, 55 კილოგრამ გოგონებს აცვიათ, 90 კილოს გოგონას ზედები და ამბობენ, რომ ნახეთ მე რა კარგად მაქვს, თქვენც მოგერგებათ, ანუ ვერ მომერგება, იმიტომ რომ მე ბევრად მეტი ციფრი ვარ ვიდრე თქვენ. შემდეგ წავედი მაღაზიებში პლუს ზომა რაღაცა შეფერხებაში იყო და შესაბამისად ვერ შევიძინე და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და გზაში ფაქტობრივად ვტიროდი, რომ ვერ ვიშოვე, რამდენიმე მაღაზიაში და ძალიან გაუბრაზდი და წავედი ვაგზალზე, ეს რგოლი როა და დაბლა რომ უნდა ჩავიდე. ჩავედი. იქ უფრო მეტად იმედიანად ვიყავი, არ მოგატყუებთ. და დავიწყე ძებნა და მანდაც სიახოლმე რა, რომ თითქოს ძალიან დიდია, მაგრამ რაღაცა თითქოს ბევრი არ არის, ესეთი შეგრძნება გაქვს. ნუ პლუს ზომები არ არის ბევრი ალბათ, ვიდრე ის რომ ზომები ზოგადად. პატარა ზომები. მივედი ერთ ქალბატონთან და მე მაქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება რა, რომ 1, 2, 3 მინდა რომ შევათვალიერო და ფასი ვიკითხო, მაგრამ ნახეთ რაღაცა რომ კენწეროში ფრიალებს და შეუხუდოს ეს ჯოხი ჩამოიღოს და ვერ ვეუბნები რომ ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს თუ ვუთხარი დავთავრდა, ეს უნდა იყიდო. იმას წყალი უკვე აღარ გაუვა, აი ვერ გაუვა, არ გაუვა რა, ვერ გაუვა, იმიტომ რომ შეიძლება იმ კეტით გცემონ. ანუ არიან ეგეთებიც, რა ხა, ვინც ჩადიხართ ხოლმე მან და ხარ ბაზრობებზეც დადიხართ, ძალიან კარგად იცით, რომ ეს ასეა. და ნუ გავიარე 1, 2 რაღაცა დავდივართ, ბოდიალობ ვერაფერი ვერ ვნახე, აქეთა თვალი დაცრებლის, აქეთა უკვე სისხლზე გადავედი, იმიტომ რომ ნუ აი უეჭველი რო წასასვლელი ვარ ისეთ ადგილას და საწახვალ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შოულობ და დეპრესია გამიღრმავდა და აი არ ვიცი დამამშვიდებლებს ყლაპავრო რამენაირად სული მივატანო რაღაცამდე, რასაც შევათვალიერებ. რაღაცა დავინახე რომ დიდი ზომაა და მეტაკე. ასე შემომხედა რაღაცა უცნაურად და მე დედაფარდა როგორ არის. ვთხარი, ეს რა ღირსმეთი, ეს ძვირიაო. გადავიწიეთ, ვთხარი რა ღირს. ყველაზე მეტად მეზიზღება სიტყვა ძვირია. მე არ მithქვამს ძვირია თუ იაფია, მე გეკითხები რა ღირს. მითხრა რომ 90 ლარად აი დამიკლებდა და გამადარდა. და ჩემი ბიუჯეტი თლად 90, არა, 100-იც იყო, მაგრამ რაღაცა სხვა რაღაცებით წარმოვით კიდე რომ უნდა მეყიდა და შესაბამისად რაღაცა არ მომეწონა ეგ ფასი რა. თუმცა ვიყიდიდი ძალიან რომ მომწონებოდა, აი ძალიან, მაგრამ ისე რა რომ მომეწონა, რაღაც ვიძვირე, რაღაცა ძვირია და როგორ გინდა უთხრა თვალებს დაგთხრიან ეგრევე, ხო და არ წახვიდეო, მოიცადეო, შეთვისო კიდე მაგ ზომებიო, სხვა ზედებიო და აღა ავიხედე მაღლა და ძალიან ბევრი არჩევანია რაღაცა, ხა ზომები არ ვიცი რა ზომებია, მაგრამ ბევრი რაღაცა უკიდია რა. ახლავე ჩამოგიღებო. ოპა. მათ მივხვდი რომ ამასთან ყიდვა მომიწევს და არ მინდა, იმიტომ რომ რაღაცა შევათვალიერე დიდად არ მომეწონა არაფერი და მეთი არ მინდა, არ ჩამოიღო და ვცდილობ წავიდე, მეთი უღრმესი მადლობა რომ შეგაძღე და მივდივარ. და მე კაჩება მოიცადეო კაცოო. მაგის მეტი რა მაქვს, სად მიდიხარო, დღეს არაფერი გამიყიდია და აბა შენიცი. აბაზე მეც რაღაცა მომღუნიედი რომ აბა მე ვიცი და რაღაცა იმედი აქვს ადამიანს ჩემი და ჩამომიღო ხალხო, აი რა მესამე სართულზე რო ახვიდეთ დაახლოებით ფეხით, ოღონდ ეგ აღტაცა დღაც მე შეუხუდა იჯუხი და ჩამოიღო. ერთი ჩამოიღო არ მომეწონა, ორი ჩამოიღო, უკვე როგორა ვარ, იცი რომ ვეღარ ვუყურებ რა ჩამოაქ, იმიტომ რომ ხა ვიხედე და არც ერთი არ მომეწონა. ხო და უკვე ოფლი მდის ნერვებით რომ როგორ გავეპარო ამ ქალს, იმიტომ რომ ჩემინებით არ მიშვებს. და ქალბატონო თქო, არც ერთი არ მომწონს თქო და გავივლი და თუ რაღაცა უკან მოვბრუნდები მეთქი. აბა რისთვის მაწვალეო, რომ დავიკივლა. ესე და ხომ ეკავა. ხო და მეთქი იცით რა არის, თქო და ვინ დაგაცადა ლაპარაკი, ეგრევე ხახა ამომაძრო. ისეთი მლანცხა ხალხო.
ისეთი მლანძღარო, აი არ ვიცი. მე მგონი ნახევარ ვაგზალს ესმოდა, რომ ვიღაცა ქაჯი მივიდა და აწვალა ქალი და არ იყიდა არაფერი. ნუ კარგი დავშორდით რაღაცნაირად, დამაკავეს რომაც მოდი აქეთ და არჩენ აღარ ინტერვიულო და სუსველი ვიყავი, ისეთ დღეში ვიყავი. განერვიულებული, ნუ აი ძალიან მომერი და არა და არ მინდოდა, კაცო, ხო გითხარი, არ მინდა. რომ გამოვცდი რაღაცა ზედა მომეწონა, რომელიც აი წარმოვიდგინე როგორ მაცვია. ბიჭო, იმ ქალის გვერდით არის და ვერ მივდიბანი. იმიტომ რომ შეება მცემოს. რომ რას ქვია, ჩემთან არ იყეს და გვერდზე მიხვედეს, იგი ჩემ ნერვებზე თამაშობ. და ვიცახი, ახლა რა მეშველება უკვე, აი უკვე მან უკვე გავიჭედე. ხოდა ცოტა გვერდულად დავდექი და ხმადაბლა ვიკითხე. ოღონდ მანამდე ცოტა გავიარე, გამოვიარე, რომ ეს დაწნარებულიყო ხოდა. რაკი ფასი გადასა მომეწოდა. ფათეთი რა კილოზე მიდის, რა წონაზე მიდის. რომ ცარიყოს შენი ზომაო გაიწევსო. შევთხარი, ქალბატონო, არაფერი გაიწევს ჩემ შემთხვევაში მე ვთხარი, ისედაც გაწეულია ყველაფერი, ისე მიყურებს გვერდიდან, რომ აი ცოტა უკლია, რომ აი კეტი არ გადამიმარტყას სახეზე და მეც მერიდება რა, მაგრამ ნუ ვერ ნახე ხა ვერსად ვერაფერი და ხო გიხარ არ მინდა, მე გვაქვს რომ თავს იმართლე, მამის საკუთარ თავზე რომ ხომ მე ხო გითხარი. მაგრამ მე ნერვები მეშლება, რაღა დაუდექი, წამოსულიყავი, მაგრამ მომერიდა. ასე შევთანხმდით. ბიჭო, დავხედე და რაღაც ამოძენძილია. ვაიმე, გახეულია თქო? ანუ მე თვალები მაქვს, აი აქ, უკვე ნერვებით, რომ ერთი რაღაც მომეწონა, მომერგო და ანუ ესეც გახეული. მას ლაპარაკობ, კაცო. არ არის ესო გახეული. ქალბატონო, ამოგლეჯილია, მე ვთხარი ვხედავ. ესო ეთყობა ვიღაცამ ჩაცმის დრო ცოტაო გაარღვიო და მიიტანო მკერავთო და მაგას უცებ გაგიკეთებსო. ხომეშალა რაღაც ეგზე და აღარ მინდა, იმიტომ რომ ჯერ ხო კარგი ვთქვათ წამოვიღე, მაგრამ იმაზე არ მომყვება, რომ მე ამაზე დამიკლებს. გესმით, იმიტომ რომ ხა მე მკერავს უკიდე უნდა გადავუხადო მინიმუმ 10 ლარი. და არ გიკლებს. ახლა აბათ ავჩხუბო. არა დამიკელი არ დაგიკლებ, ხო კარგი თუ არ დამიკლებ. ნუ კარგად ბრძანდებოდე, მე მითხრა ხო სხვა რა გზა მაქვს. ხა მე მკერავ თან უნდა მივიდე და ასე შემდეგ. ხო და ახლა ეს მეჩხუბება, რამდენი თუ დამაკარგინე მე შენ კლიენტები გამაშვებინე, არც ყიდულობ ეს რა ჩვევა გაქვთ და ოპ, იმა გაიგო რომ ვიღაცა კიდე მეჩხუბება და ვაიმე. ხალხო მის მერე 1-3 კვირა საერთოდ ვაგზალზე არ გაბიბლია, იმიტომ რომ მაგარი გალავძღული, შემოწყობილი წამოვედი იქიდან. ხო, ზედა ვიყიდე სხვაგან, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ვაგზლის ისტორიები, აი ზოგადად ბაზრობების, ბაზრის ისტორიები ყველაზე მეტად მიყვარს, იმიტომ რომ ახლა მეცინება, მაგრამ თქვენ მაშინ უნდა გენახეთ რა დრამაში ვიყავი. სიამოვნებით მოვისმე თქვენს ისტორია. ხაი, ხო, ვაიმე. გუშინა რესტორანში ვიყავი, დედა. ხურჩი. ტონმა. არ ვიცი რა, ეყარა. ისე გავერთე, ახალ ციხეში ვიყავი, ემიგრანტში, მანიკურები მეშვა. ისა. ხო და თრასია წული. ისეთი ლამაში ვიყავი, ხო, ისეთი ლამაში ვიყავი. ღმერთო მე ვთხარი. რანაირად? ახლა ესეთი ტრენდი როგორ ხო ეცა ხო ღვთისაწყალობა. ხო და მაგარი გასულებული ვიყავი. ატამიკელი არაფერი. ზედაც ვიყიდე, ქვედაც ვიყიდე. ფეხზე მქონდა. ყველაფერი ვიყიდე, ესამესვა. ისა, თუცაცხი მაგარი, თუცაცხი მაკუდება. ხო და ისა რა ქვია, მაგარი ტრენდი ვიყავი. გამიტრენდი იქრივი. ხო და ისა თიტაში ვიყავი, მაგრამ დავარღვი. რა ვქნა ეხლა, რა მაგიძრო იყო, ხო? მაგრამ იქიდე. ახლა ახალ ციხემდე კი დავიღალე შური გზა, მაგრამ პირველი მე მივედი. ხო, მივადი იქრივი, 6 უკვე და 20 ვიყავი დროშაზავით. ხო და ის არის. მაგრა გავერთე ხალხო. თქვენ თავებს ახალხო მიეცით იმის საშუალება, რომ გაერთოთ, განიტვით და ახლა ერთხელ ვიბადები.
მე უნდა მოვუკვდე ხო თუ მაგალითად ჯვარი წერია მაგრამ ოდეს მე ხო ახლა მე ვაფშე წინააღმდეგი ვარ მაგრამ რა ვიცი ხოლმე საუფალი წამიყვას რა ხო შევედავები ხო და ხო დავიწყე რა არ წამოვანა ვიში მეკითხება ხო გამიდები მხარზე ხო ჩვენში დარჩა შევავდერ ბაბძი ახლა მე იმძიმძიმე ვარ მაგრამ დედა ჩემი თავი შემეცოდა ხო რა ვქნა ახლა თუ ვერ ამწევენ ამ ეკრანით ამციოთ ხო და ის არის რა ქვია დრო უნდა ვატარო სხვა გზა არ არის ხო თქვენ თავებს მიეცით ხალხო იმისა ის რომ განიტვირთოთ არ დაიკლოთ რესტორანში წასვლა რომ არიქა დედა შემოვინახო ფული მოვაგროვო ეს ავქნა ის ავქნა გადარა უნდა დაჯდეს ახლა 5000 ლარი ხო დაჯდება ხო თქვენ თავებს თქვენ თუ არ მოემსახურეთ ხალხო ხო ქალებო კაცები აჭისა წაუღლია არა აჭისა წაუღლია მაგრამ ახლა ჯერა თაო მერე ქმაროშვილო ხო და ის არის რა ვქნათ ახლა კაცები რო დადიან რესტორნებში იქა დადიან აქა დადიან ჩვენ არ გვინდა ცხადია ხო და ის არის მაგრამ გავიტრინდე უნდა გაჩვენოთ რამეცვა ორი დღე სასწრაფო